ფიზიკური აქტივობა იდეალურად აისახება. აი უიდეალურესი არის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ნებისმიერი გართულების დროს. ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება, რა თქმა უნდა, და საკვების მხრივ, სამი ძირითადი საკვების მიღება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბოჭკოს აქ. ხილი, ბოსტნეული, ნახშირწყლები, სადაც კარგი ბოჭკო არის, ასე ვთქვათ. თუ შენ გაქვს რაღაცა კონდიცია, რომელსაც ქვია დაქვეითებული ფარისებრი ჯირკვალი, ხო? აქ უკვე იქ step by step და ნაბიჯ მიყოლა, არა, კომპლექსურად უნდა მიუდგე და უნდა მოაწესრიგო ეგრევე ძილი, უნდა მოაწესრიგო ეგრევე. ანუ შენ მხარეს რაც არის, აქეთ ექიმის მხარეს რაც არის, ხო? ის კი ბატონო, თავის პასუხისმგებლობა არის, რომ სწორი დოზა შეგირჩიოს იმ პრეპარატის და მედიკამენტის და აქეთ მხარეს შენ რაც დგას, იმიტომ რომ ორივე ერთდროულად ხართ ჩართული ამ პროცესში, როგორც ექიმი, ისევე შენ. რომ აქეთ მხარეს შენ მოუწესრიგო ძილი, საკვები, ფიზიკური აქტივობა. ეგრევე უნდა მოაწესრიგო კომპლექსურად უნდა მიუდგე ამ ყველაფერს. და როდესაც ეს ხდება შეთანხმებულად და ორივე აი ამ ბრძოლის ველზე ერთდროულად არის ჩართული მედიცინაც და ის ადამიანი, რომელსაც აი ეს გართულება აქვს ჯანმრთელობის, ხო? მან უკვე გონია რომ კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძალისხმევის ფასად გიჯდება და ემოციური რესურსის ფასად გიჯდება ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეფექტს ეგრევე დაინახავ. რომელიც შემდგომ უკვე мотивაციას მოგცემს, რომ იცი რა ეს რაც შეცვალე შენ დაიჭირო, ჩაეჭიდო და არ გაუშვა არსად.